ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ღაზაში ომი იქამდე გაგრძელდება, სანამ ისრაელი პალესტინის ტერიტორიაზე კონტროლს არ დაამყარებს. ოთხშაბათს გვიან ღამით გამართულ პრესკონფერენციაზე ისრაელის ლიდერმა აღნიშნა, რომ მიუხედავად გლობალური ზეწოლისა, ომი მხოლოდ იმ შემთხვევაში დასრულდება, როცა ისრაელი მიაღწევს დასახულ მიზნებს. ეს მიზნებია ყველა მძევლის გათავისუფლება, ღაზის სრული განიარაღება და ჰამასის განადგურება. მან ასევე აღნიშნა, რომ მიზნის მიღწევის შემდეგ ისრაელი გააგრძელებს მუშაობას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებულ ომის შემდგომ სადავო გეგმაზე. დონალდ ტრამპის წინადადება იყო, რომ ღაზის ყველა მცხოვრები მეზობელ ქვეყნებში გადაესახლებინათ და ანკლავზე კონტროლი დაემყარებინათ. ამერიკის შეერთებული შტატების გეგმას ბევრი ქვეყანა კრიტიკულად შეხვდა. მათ უარი განაცხადეს მის შეთავაზებაზე, რადგან მათი აზრით ღაზა პალესტინის ნაწილია და შესაბამისად ის პალესტინელებს ეკუთვნის. ნეთანიაჰუმ ასევე განაცხადა, რომ მზად არის დროებით შეწყვიტოს ცეცხლი დარჩენილი მძევლების გასათავისუფლებლად, რომელთაგან როგორც ისრაელი მიიჩნევს 58-დან 20 ჯერ კიდევ ცოცხალია.